მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. ესე იგი, ხვალიდან შედის ახალი რედაქცია რეგლამენტის ძალაში, კოლეგებო და ჩვენი კომიტეტი ისე როგორც სხვა ცვლილებები შეთავაზა ახალმა რედაქციამ საზოგადოებას, ასევე ცალკეულ კომიტეტებს დასახელებები შეეცვალათ და ჩვენი კომიტეტიც სახელწოდებაში სიტყვა წესები აღარ იქნება, ვიქნებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. რაც შეეხება დღის წესრიგი, მოგეხსენებათ, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის იყო იმ პარტიათა შორის, რომელსაც გადალახა ბარიერი 2024 წლის არჩევნების შემდგომ, თუმცა განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ოპოზიციური ფლანგიდან, რადიკალური ოპოზიციის ფლანგიდან, ამ პარტიას ასე ვთქვათ, უარი არ უთქვამს თავის სიაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მისი მანდატით აღჭურვილი 12 წევრი ითვლებოდა დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად, თუმცა ისინი ჩვენ ყველანი ამის მომსწრენი გახლავართ, სამწუხაროდ არ ესწრებოდნენ პარლამენტის ხდომებს და როგორც რეგლამენტი გვეუბნება, რეგლამენტის დანაწესი გვეუბნება, მომდევნო სესიის ნახევარზე მეც თუ კი არასაპატიო მიზეზით აცნეს პარლამენტის წევრი, დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განსახილველად, რაც გვავალია ჩვენს კომიტეტს და ჩვენმა კომიტეტმა რეგლამენტის თანახმად მოახდინა მოკვლევა ამ 12-ვე წევრის დასწრების ვალიდურობის საკითხის და რა დასკვნამდე მივიდა, მაგას მოგახსენებთ მას მერე, როდესაც დავამტკიცებთ დღის წესრიგს. და დღის წესრიგი არის შემდეგი. ეს არის საქართველოს პარლამენტის ქვემოთ ჩამოთვლილი წევრებისთვის: თეუნა აქუბარდია, ანა ბუჩიკური, გიორგი გახარია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზურიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახაბერ ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცკიტიშვილი და ზვია ძიძიგური. აი ამ ბატონების და ქალბატონებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. არის მომხრე რომ ამ დღის წესრიგით ვიმუშაოთ? დიდი მადლობა. რაც შეეხება შედეგებს, იქნა მოკლეული ამ პარლამენტის წევრთა დღემდე პარლამენტის წევრთა დასწრების საკითხი საქართველოს პარლამენტის ხდომებზე და დარიგებულ თქვენდამი არსებულ დოკუმენტაციაში არის მოცემული აი ეს არასაპატიო გაცდენათა რაოდენობა სუსტი იდენტური თარიღებით ყველა 12 პარლამენტის წევრისთვის, სამწუხაროდ ეს პირები არ ესწრებოდნენ პარლამენტის ხდომებს. შესაბამისად, თანახმად პარლამენტის რეგლამენტისა, ჩვენმა კომიტეტმა, როგორც უკვე გითხარით, მოიკვლია ეს საკითხი და იმ დანაწესის გათვალისწინებით, რომ ნახევარზე მეც არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები, ჩვენ დასკვნით, რომლის პროექტს მე თქვენ ჩაგიკითხავთ ახლა ერთ კონკრეტულ პარლამენტის წევრთან მიმართებით და იგივე იქნება ანალოგიური ყველა დანარჩენთან მიმართებით. ამ დასკვნით ჩვენ უკვე ვაძლევთ რეკომენდაციას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ვადამდე შევუწყდეთ ამ პარტიის წევრებს 12-ვე წევრს უფლებამოსილება. მოგეხსენებათ ამ საკითხის განხილვა იყო ცალკეული სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციურ მედიაში, ცალკეულმა რადიკალურმა ოპოზიციონერებმა თავისი უცოდინრობა გამოავლინეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და გადაწყვეტეს, რომ ჩვენ მაისის თვეში უნდა მოგვეხდინა ამ საკითხის განხილვა გადაწყვეტა, თუმცა ეს ასე არ არის, როდესაც სრულდება სესია, სწორედ მაშინ ეძლევა ადრიანი ვადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომ მოიკვლიოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეხლა მე თქვენ ჩაგიკითხავთ დასკვნის ერთ-ერთ პროექტს, რომელიც იქნება კონკრეტულად პარლამენტის ერთ-ერთი პარლამენტის წევრისთვის, თეუნა აქუბარდიასთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი დასკვნის პროექტის ბუნებრივია იქნება ამ შინაარსს.
ესე იგი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო დასკვნა, კომიტეტის დასკვნა პარლამენტის წევრის თეონა აკუბარდიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2025 წლის 30 ივნისს კომიტეტის სტომაზე ნაგერ ვიხილავთ განხილეთ საქართველოს პარლამენტის წევრის თეონა აკუბარდიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სტომების ნახევარმეტრზე არასაპატიო მიზეზით არ დასწრების გამო. საქართველოს კონსტიტუციის 39 მუხლის მე-5 პუნქტის გ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სტომების ნახევარზე მეტრს. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 26 მორიგი სხდომა. აქედან საქართველოს პარლამენტის წევრის თეონა აკუბარდიას მიერ გაცდენილი იქნა, გაგიკვირდებათ და 26 მორიგი სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სტომების ნახევარზე მეტრს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დილის სხდომის გახსნის წინ ასევე კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია პარლამენტის წევრს პლენარული სტომის ხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სტომის დღის განმავლობაში გაივლის ერთ რეგისტრაციას მაინც. საქართველოს პარლამენტის წევრმა თეონა აკუბარდიამ პლენარული სტომის დღის განმავლობაში ჩატარებული არც ერთი რეგისტრაცია არ გაიარა და აქ მოცემულია კონკრეტული თარიღები, როდის არ გაიარა ქალბატონმა აკუბარდიამ რეგისტრაცია. მორიგი პლენარული სტომის დღეს შესაბამისად მას აღნიშნული პლენარული სტომები ეთვლება გაცდენილად. შემდგომში არის თნელი უკვე წესი იმისა თუ როგორ უნდა მივიჩნიოთ ჩვენ ეს არასაპატიო მიზეზით, ამით აღარ გადაღლით, არის ყველაზე დარიგებული დასკვნის შესაბამის პროექტი, ამიტომაც ასე შევთანხმდეთ, მე ჩაგკითხავთ ბოლო შემაჯამებელ წინადადებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება რომ საქართველოს პარლამენტის წევრის თეონა აკუბარდიას მიერ საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სტომა გაცდენილი იქნა არასაპატიო მიზეზით. შესაბამისად, მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი იქნა პარლამენტის 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სტომიდან 26 მორიგი სტომა, რაც აღემატება მორიგი სტომის განმავლობაში გამართულ სტომების ნახევარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39 მუხლის მე-5 პუნქტის გ ქვეპუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს თეონა აკუბარდიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ამასთან ახლავს დადგენილების პროექტი, რომელსაც თქვენის ნებართვით იმ შემთხვევაში თუ კი ხარი დაუჭირეთ ჩვენ ამ საკითხს, ჩემს მიერ იქნება ჩაკითხული საქართველოს პარლამენტის სესიას. ეს არის მეგობრებო ის დასკვნის პროექტი, რომელიც თანაბარ მნიშვნელოვნად და ერთი სამართლებრივი ასე ვთქვათ განზომილებით ეხება ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ პარლამენტის წევრებს. შესაბამისად, თუ კი გაქვთ რაიმე სახის კითხვა, შენიშვნა, მოსაზრება, გთხოვთ რომ გამოთქვათ ეხლა და გაგცემთ მე თქვენ ამ საკითხზე პასუხს და თუ კი ასეთი არ არის, მაშინ მე თვითოულ პარლამენტის წევრისთვის, ვისაც ვადამდე უწყვეტავთ უფლებამოსილებას და შემდგომ ამ დასკვნას ვაგზავნით ბიუროსთან, ცალ-ცალკე კენჭისყრაზე დავაყენებ საკითხს და თხოვნა მექნება რომ მოხდეს შესაბამისი მხარდაჭერა. არის ასეთი კითხვები? კითხვები არ არის. მოსაზრებები არ არის. კაი ბატონო, მაშინ საკითხი განხილულად ჩავთვალოთ და გადავიდეთ კენჭისყრის ეტაპზე. პირველი, ესე იგი, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრს თეონა აკუბარდიას. ვინ არის მომხრე? ერთხმათ არის მიღებული. ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრს ანა ბუჩოკურს. პარლამენტის ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრს გიორგი გახარიას. ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს. ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრს ზაზა თავაძეს.
ვადამდე შეუწყეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს ბექა ლილუაშვილს, ვადამდე შეუწყეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს ნათია მეზრიშვილს, ვადამდე შეუწყეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს ბერდიას იჭინავას, ვადამდე შეუწყეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს კახაბერ ქემოკლიძეს, ვადამდე შეუწყეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს როინ ქოჩორაშვილს, ვადამდე შეუწყეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს დიმიტრი ცკიტიშვილს, ვადამდე შეუწყეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს ზვიად ციციკურს. კი ბატონო, ყველა 12-ვე პარტია გახარია საქართველოსთვის წევრისთვის ერთხმად იქნა მიღებული განწყობილება პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. დიდი მადლობა, სტომა შეგვიძლია დახურულად ჩავთვალოთ.